თელავში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება სადღესასწაულოდ 37,000 ლარს დახარჯავს. ქალაქში უკვე დასრულდა მთავარი ნაძვის ხის აწყობა. ამ დროისთვის დეკორაციები მონტაჟდება. სამუშაოები 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი ძირითადად ჩარშანდელ განათებებს იყენებს, თუმცა დაზიანებული ელემენტების აღსადგენად და ახალი აქსესუარების შესაძენად გამოცხადებული არის ტენდერი, რომლის სარეზერვო ღირებულება 37,000 ლარია. ნაძვის დღე საზეიმოდ 26 დეკემბერს აინთება. უკვე ერთი კვირა რაც დაიწყო საახალწლო მზადება თელავის მუნიციპალიტეტში. დავიწყეთ ნაძვის ხის აწყობით, რომელიც განთავსდა ტრადიციულად ერეკლე მეორის მოედანზე თელავის თეატრის მიმდებარედ და იქვე მოეწყობა საშობაო სოფელი. მინდა ვთქვა, რომ წელს განახლება მოხდა გარკვეულწილად ნაწილობრივ გარე განათებებისა და აი ამ დეკორაციების და ის რაც იყო, ასე ვთქვათ, წინა წლებიდან ღირებული ლამაზი და ასე ვთქვათ, მუშა მდგომარეობაში ყველაფერი ეს დამონტაჟდება. დაწყებულია აგრეთვე ქალაქის ქუჩების და სხვადასხვა უბნების მორთვა და მთლიანად აი ეს ტექნიკური სამუშაოები დასრულდება სადღაც 20 დეკემბრისათვის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 26 დეკემბერს საზეიმოდ ავანთოთ როგორც ნაძვის ხე, ასევე ქალაქი. გავანათოთ საქართველოს კულტურის სამინისტრო და მადლობა უნდა უთხრათ მათ ამისათვის გეგმავენ ძალიან საინტერესო აქტივობებს საახალწლოდ როგორც ბავშვებისთვის ასევე ახალგაზრდებისთვის თოვლის პაპა თავისი ტკბილეულით ნუგბარით სანტა-კლაუსი ზღაპრის გმირები ჩამობრძანდებიან თელავში და ერთად ავანთებთ საღამოს 7 საათზე ნაძვის ხეს რაც შეეხება წინა საახალწლო კონცერტს იგეგმება 30 დეკემბერს ასევე ერეკლე მეორის მოედანზე და თელაველებს დამდგომ 26 წელს მიულოცავს ღამის შოუს მენდი.